თუ ვინმეს რამე გამოძიება უნდა და ან რაიმე ტიპის სიმართლის დადგენა ამისთვის მე ვფიქრობ რამდენი წელი გავიდა ფაქტიურად 13 წელი გავიდა რაც ეს ხალხი ხელისუფლებაში არიან ეგერთი დროის გარემოება აქ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მეორე კონტექსტი და მესამე უბრალოდ სიმართლე შენ მხარეს უნდა იყო როდესაც შენ საუბრობ ნაცმოძრაობის ასე ვთქვათ გასამართლებაზე და ამ ომის რაღაც ირგვლივ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე როგორც მინიმუმ თვითონ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არ უნდა ყავდეს შიგნით შენს გულში და განსაკუთრებით ისეთი ადამიანები არ უნდა ყავდეს რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება თვითონ რუსებზე მუშაობდნენ ამიტომ მე პირადად გამიჩნდა განცდა რომ ეს არის ძალიან უსამართლო პროცესი და ამას არ ვიძახი როგორც პოლიტიკოსი თქვენ წარმოიდგინეთ. პირდაპირ რუსებზე მუშაობაზე როცა მიანიშნებთ, სხვა შორის საინტერესო ფრაზა იყო აქ ალბათოვან ზულუკიანის, რომ თქვენზე ნაკლები ბიჭები არ შეხედანო აქაო. და ამ კადრებს ჩვენ კიდევ ერთხელ ნახავთ და საზოგადოება უყურებს ვინც ხედან იქ და ერთ-ერთი მთავარი კითხვა მათ შორის პარალელურად რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში ეს ამ ბიჭებს თავიანთი ბიჭობა საომარ მოქმედებებში თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცვის ბრძოლაში სად გამოუჩენიათ მაგრამ ეს არ არის შემთხვევითი ამბავი და არც თქვენი მინიშნება მიმაჩნია შემთხვევითად იმ ადამიანისა რომელიც მუშაობდა სამსახურში რომელსაც გარკვეული ინფორმაციებზე სპეციალური წვდომა გააჩნია უბრალოდ არსებობს მოსაზრებები რომ ეს კომისია შემთხვევით ნამდვილად არ შეიქმნა ჩვენ მოусმინეთ ივანიშვილს გორში როცა მან დაიწყო ეს კამპანია ბოდიშის მოხდის თუმცა ჯერ კიდევ 2011 წლიდან მოყოლებული ის ამ ხაზს ატარებდა უბრალოდ ეხლა სისრულეში მოდის რაღაც გარკვეულ შედეგს უახლოვდება რა შედეგი შეიძლება იყოს ეს რატო აკეთებს ამას მით უმეტეს როცა იცის რომ ამ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართ რაც არ უნდა განაწყენებული იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი არსებობს თემები რომელიც ყველაფერს ფარავს და აფერგრთალებს ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უსამართლოდ დაჩაგრული საქართველო მუდმივად რუსული დომინაციის მცდელობა ქვეყანაზე ადამიანებზე ჩვენს ტვინებზე დახოცილი ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებული ქართველობა პირველ რიგში და ამ თემებთან თამაში შეუძლებელია რომ შვიდ მდგომარეობაში ტოვებდეს ნებისმიერ ქართველს. რატო აკეთებს ამას ივანიშვილი? ბატონო გიორგი, აბსოლუტურად გულწრფელად რომ გიპასუხოთ, მე პირადად სუბიექტურად მგონია რომ ისინი მთლიანად აი ამ პროცესს ასე ვთქვათ აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის და გამო. ისინი ვერ ქმნიან პოზიტიურ დღის წესრიგს. საინფორმაციო ველზე მათი მხრიდან მათთან დაკავშირებული უпроსტად ახალი ამბები ვეღარ გადის პოზიტიურ კონტექსტში და როდესაც შენ ახალ ამბავს პოზიტიურ კონტექსტში ვერ ქმნი შენ გჭირდება რაღაცა ტიპის პარალელური ასე ვთქვათ საინფორმაციო პლატფორმის შექმნა რომელიც გახდება მიზიდულობის ცენტრი და რომელიც იქნება ასე ვთქვათ ახალი news making-ის პლატფორმი და დღეს ჩემი აზრით ისინი ამას აკეთებენ სწორედაც ისინი შეგნებულად აკეთებენ ამას იმიტომ რომ გარკვეულწილად ეგრეთ წოდებული დაპირება რო გასცეს რომელიც ჩემი აზრით გაზომილი ჰქონდათ სოციოლოგიური კვლევებით რომ ეს არის ერთადერთი თემა რაზეც ფაქტიურად მათი ელექტორალური ბაზა გენერირებს და იმპულსი ასე ვთქვათ სიცოცხლის უნარიანობა ერთვება გენერირებს თუ ერეგირებს ნუ ვისთვის როგორ მოდი ასე ვთქვათ მაგრამ მე რომელ თემას გულისხმობთ ნაცმოძრაობის გასამართლების საკითხი ისინი შესაბამისად ანუ ამ საკითხებს სწავლობენ და გამომდინარე იქიდან უბრალოდ სხვა აღარ არსებობს სხვა პოზიტიური დღის წესრიგი აღარ არსებობს ინვესტირებენ ამაში და გარკვეულწილად პრინციპში ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელს კლავენ ერთი ის რომ საინფორმაციო ველს ავსებენ საკუთარი ნიუსებით იმიტომ რომ აი დღესაც ჩვენ რომ ამ საკითხის განხილვით ვიწყებთ ეს რეზულტატურად ამის შედეგი დიახ მესმის იმიტომ რომ ეხლა ბუნებრივი პროცესია ხო ანუ კითხვის ნიშნები რჩება და ჩვენ პასუხობთ ამ კითხვის ნიშნებს რომელიც დღეს ფაქტიურად აი ამ ესე იგი აბსურდის თეატრის საფუძველზე შეიქმნა მაგრამ პროცესი ჩემი აზრით არის წამოწყებული მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის და გამო ხო მაგრამ მხოლოდ ნაცმოძრაობა არ არის ამ გადაგდებული ბადის სამიზნე გუშინ და დღესაც კომისიის ხმაზე ითქვა რომ ისინი აპირებენ 2025 წლამდე
გადმოწიონ ასე თქვათ ვადა შესასწავლი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რაც გახარიას სილუეტი გამოჩნდა აშკარად, შემდეგ კომენტარებიც მოვისმინეთ და მის მიმართ არაერთხელ წაყენებული დანაშაულებით ჩამოითვალა უკვე ქართულ ოცნებაში. აი თუ დაიბარებენ ბატონ გახარიას, როგორ მოიქცევა ის ამ პროცესს, როგორ შეხედავს? ბატონო გიორგი, ჩვენ დიდი სიამოვნებით შევხვდებით ამ პროცესს და შევთავაზებთ, რომ 2012-დან 2025-მდე გავახანგრძლივოთ და ამ პროცესი, ასე ვთქვათ, პერიოდი ჩავწიოთ დაბლად 90-იანებიდან 2012 წლამდეც, იმიტომ რომ იქ მაგიდასთან ისეთ საინტერესო ადამიანების ხედავენ, რომ მათი ბიოგრაფია, ჩემი აზრით, ბევრად უფრო საინტერესო იქნება თქვენ წარმოიდგინეთ მაგ კონკრეტულ დროის მონაკვეთში. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფორმალურად შეიძლება მართლა მივიდეს გახარია და თუნდაც ამ დისკუსიაში შეყვეს? ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე დიდი ხანია, ასე რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ ღიმილით შევხვდებით. ღიმილით. კარგით. თუმცა ძალიან შორსაც არ არის მსგავსი მცდელობა და გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ წულუკიანმა დაანონსა, რომ 5 მაისს კომისიამ უკვე დასკვნა უნდა დადოს. თავისთავად ძალიან საინტერესო მოვლენაა წმინდა მათემატიკური თვალსაზრისითაც შინაარსობრივად, ესე იგი გამოდის, რომ 2003 წლიდან მოყოლებული 2025 წლამდე ლამის მესამედი საუკუნის ისტორია უნდა შეისწავლონ, გამოიკვლიენ თუ კი რამე მომხდარა ამ პერიოდში, ცალკეული ადამიანების ბრალეულობა დაადასტურონ და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თქვენ ნახევარში, რომლის შუაშიც სააღდგომო არ დადეგები არის უზარმაზარი. თეორიულად ამის წარმოქმნაც კი შეუძლებელია. არ გიჩნდებათ HV რომ დასკვნა უკვე გამზადებულიც არის, ქართულადაც ნათარგმნია რუსულიდან და დევს უბრალოდ ეს სპექტაკლი თამაშდება. ბატონო გიორგი, არათუ HV არ გიჩნდება, მე ვფიქრობ თვითონ ადასტურებენ რომ დასკვნა უკვე გამზადებული აქვს. აი თქვენი წინა რესპონდენტი საუბრობდა რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს და რაღაც საქმიანად ესე იგი საუბრობენ ამ 2008-ის ომთან დაკავშირებით, პარალელურად მათი სხვადასხვა მოლაპარაკებები თავები გამოდიან და უკვე დასკვნას საჟღერებენ, ხო ანუ მეტი რაღა დასკვნა უნდათ, ანუ მოღალატეებს და უსამშობლოებს გვეძახიან, ანუ ადამიანები, რომლებსაც როგორ გითხრათ, ფინჯანი ჭიქა არ გადაუდგავთ სახელმწიფო საქართველოს ნამდვილი ინტერესების დაცვისთვის და მხოლოდ ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანებისგან რო ისმენ, რომ ვიღაცეები გეძახიან მოღალატეს. მე პირადად მხოლოდ მეღიმება, იმიტომ რომ ეს არ უნდა გაგიკვირდეს. ამ ხალხისგან არ უნდა გაგიკვირდეს საბოლოო ჯამში. ბატონო გახა, როგორც ვატყობ, ბევრ რამეზე გეღიმებათ მართლაც თქვენ და თქვენი პარტიის წარმომადგენლებს, მაგრამ რეჟიმი მიყვება თავის წინასწარ დეკლარირებულ გეგმას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების გაუქმების მიმართულებითაც. ეხლა ჩვენ საუბრობდით სრულიად წარმოუდგენელ მოვლენაზე საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკისთვის, თორე ეხლა საქართველოში უკვე წარმოუდგენელი არაფერი აღარ არის, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ქვეყანაში უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირების ჩამონათვალში რომ პირველები არიან, ერთ დღეს უბრალოდ გადაწყვიტა რომ უნდა დატოვოს ეს თანამდებობა. რატომ? იმიტომ რომ პარლამენტიდან ადგილმონაცვლეს ტურავასი ვერ შეარჩევდნენ და უზენაესი სასამართლოს კოლეგიიდან, ასე ვთქვათ, თავის ადამიანს დანიშნავენ იქ. რატომ? მართლაც ალბათ ამ სპეცოპერაციის ბოლომდე მისაყვანად. მართლა რო აგრძალონ არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ თქვენი პარტია. დიახ. რას აპირებთ? როგორ უნდა მოიქცეთ? გეტყვით, სულ რო ჩააბნელონ, ბატონო გიორგი. ან ხوارჯობია საერთოდ ეს პარტიები მართლა აკრძალონ. ხوار გიშლით ცოტა ხელს ეს პარტიული ჩარჩოები, როგორც მაგალითად უგულავა ამბობდა 1 საათის წინ ახალ ფორმულაში, რომ აი ამ პარტიულმა ნაჭუჭმა, ცუდი გაგებით არ ამბობდა, მაგრამ აი ამ პარტიულმა ჩარჩოებმა ამ თანამშრომლობის მხრივ გარკვეული ბარიერები შექმნა აშკარად და თუ ამას გააკეთებს ახლა ივანიშვილიო, ეს იმ ტიპის ისეთი ჭირი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძალიან მარგებელი აღმოჩნდეს პარტიების წევრების და აი ამ სხვადასხვა ადამიანების თანამშრომლობის ხარისხის გაზრდისთვის იძულებით. არის სხვათა შორის მაგ მოსაზრებაში, თეზაში უпростоრად ლოგიკა, მაგრამ მე გიპასუხებდი შემდეგნაირად, სულ რო ჩააბნელონ. სიბნელეში მოგვიწევს ბრძოლა და ამ ბრძოლას მაინც მოუგებთ. რამდენჯერაც არ უნდა დავმარცხდეთ ინდივიდუალურად სხვადასხვა ლოკალურ ბრძოლებში, იმიტომ რომ მათ რესურსები მეტი აქვთ. ამ ომში გვარებს შევიცვლით, უკან დავბრუნდებით და მაინც გავემარჯვებთ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ფიზიკის კანონია, რაც უფრო მაგრად უჭერენ, ზამბარა მით უფრო იწელება და ზამბარა მუდმივ მოქმედი ვერასოდეს ვერ იქნება. ერთხელაც ისე გასხლდება, ან გატყდება, რომ გატეხილი და გასხლეტილი ზამბარის
ტკივილი გაცილებით უფრო მწარე იქნება მათგანზე და მაცხეულზე და მათ ეს უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა ეცადონ პარტიები რო გააუქმნა, ისე ნეიტრალური თვალით შევხედოთ. ლოგიკას გავყვეთ. ეს საპროტესტო მუხტი უკაცრავად და საწავა ერთი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა მე რო პარტია არ მე და ჩემნაირებს რო პარტიის სტატუსი არ ექნებათ, ჩვენ იმას საქართველოს სიყვარულს და პატრიოტიზმს შევიცვლით, მართლა იმის უცხო ქვეყნის აგენტები გავხდებით თუ რას გავაკეთებთ. ანუ ეს ადამიანები რო გვეძახიან რომ აი ესენი ეს უსამშობლოები, ამას მე ღიმილით რატო უყურებ, იცით? იმიტომ რომ ჩემს სიმართლეში და ჩემს წარსულში, ისევე როგორც ჩემს თანაგუნდელებთან და ბევრ სხვათა შორის სხვადასხვა ადამიანებთან მიმართებით, არა მარტო პოლიტიკაში, საექსპერტო წრეებში, ბიზნესში და ასე შემდეგ. ვინც საზოგადოებრივად აქტიური. რა თქმა უნდა, ეს ხალხი გულწრფელი პატრიოტები იყვნენ. იმიტომ რომ მათი წარსული ვინ და მე ყველაზე კარგად ვიცი, ისევე როგორც მათი წარსული ვიცი სხვათა შორის. მაგიდასთან იქ ისეთი ადამიანების ხედან რომ ხანდახან მეცინება ან მეღიმება რომ ეს ადამიანი რო კიდე კითხვას რო სვავს სახელმწიფო ინტერესებზე. თქვენ წარმოიდგინეთ. მე არავის ადვოკატი ვერ გავხდები, ვერავის ადვოკატი ვერ გავხდები ზოგადად, მაგრამ პროცესი ზოგადად რომ იყოს სამართლიანი, თვითონ სამართლიანი ადამიანები უნდა ისხდნენ იქ. თორე 2008 აგვისტოს შეფასების სამი განზომილება არსებობს. ხო, ცოტა ისე პროფესიული კუთხითაც რო შევხედოთ. ერთი არის პოლიტიკური, მეორე არის სამეცნიერო, პოლიტსამეცნიერო, მოდი ასე ვთქვათ, კვლევარის დანახულით თვალით და მესამე არის სუფთა უსაფრთხოების პრიზმაში დანახული სამხედრო სტრატეგიული, მოდი ასე ვთქვათ. რომელიც კიდევ სამ შრეზე იყოფა ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული. სხვა შორის მაკდონელდსთან დაკავშირებით თავად ქართული ოცნების მთავრობის პირობებში სერიოზულმა კომისიამ იმუშავა. რა თქმა უნდა. ალასანიას ხელმძღვანელობით იყო ესა და უზარმაზარი დოკუმენტი დაიდო და მას გრიფით საიდუმლო εδო. დიახ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შესწავლილია, იმიტომ რომ დიდი ხანია დარწმუნებული ვარ შესაბამის რუსულ სტრუქტურებში ყოველგვარ საიდუმლოება მოხსნილი არის, მაგრამ თქვენს ამ ოპტიმიზმს მომავალთან დაკავშირებით რა კვებავს გარდა თქვენი შინაგანი განწყობისა? მე მინდა ამ შემთხვევაში ვისაუბროთ უკვე როგორც რეგიონალურ კონტექსტზე, რა თვალსაზრისითაც საქართველოს მდგომარეობა აშკარად ძალიან ძიმედ გამოიყურება ჩვენ ვახსენებთ, მაგრამ შეუძლებელია ეს არ ახსენო, როდესაც ჩვენი პარტნიორები გარშემო ყველას ესაუბრებიან, საქართველოს საერთოდ არ ფიგურირებს ამაში. და სანქციების რეჟიმი იზრდება, აგერ ბოლო გერმანელები იყვნენ, რომლებმაც კიდევ დაასანქცირეს მაღალჩინოსნები, გუშინ უკვე სენატში კომიტეტში იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მეგობარი აქტთან დაკავშირებით, ანუ უყურადღებოდ კი არ ვართ, მაგრამ მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში რეაგირებებს ვიმსახურებთ ამ შემთხვევაში. სანამდე შეიძლება შევიდეს ეს სიტუაცია ჩიხში, ანუ იზოლირების ხარისხი იმ დონეზე ხო არ გაიზრდება, რომ ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დაკონსერვება უფრო ადვილად მოხერხდება ქვეყნის შიგნით. როგორ არის იცით, ჩემი აზრით, ბატონო გიორგი, საგარეო ფაქტორები ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ პრინციპში თითქმის ყველა ფაქტორი ჩამოთვალეთ, რომელიც აპრიორი ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ თქვენს კითხვაზე თუ რა კვებავს ჩემს ოპტიმიზმს, იცით რა კვებავს? 101%-იანი დარწმუნებულება იმაში, რომ მართლები ვართ. იმიტომ რომ მე ხო ვიცი რეალურად ეს ადამიანები ვინ არიან, მათი წარსული ვიცი, მათი გაკეთებული საქმეებიც ვიცი და გაფუჭებულიც სხვათა შორის. და მე ხო ვიცი აქეთ ამ ხარეს, ანუ აზროვნების, ასე ვთქვათ, პატრიოტიზმის ხარისხი რა არის. მე ხო ვიცი ჩემი წარსული, მე ახლა სხვებს რო თავი დავანებო. მე ხო ვიცი, მე რომ ეძახიან, ანუ მაგალითად ქვეყნის მტერს, აგენტს და მოღალატეს და იმას, რატომ მეღიმება? იმიტომ რომ მე 101%-ით ვარ დარწმუნებული ჩემს წარსულში. ჩემს კეთილსინდისიერებაში, ჩემი გუნდის კეთილსინდისიერებაში, შეცდომებშიც, გაკეთებულ საქმეებშიც და გაფუჭებულ საქმეებშიც თქვენ წარმოიდგინეთ. და აი იმ გაფუჭებულის გაანალიზებაში, სწორად დანახვაში. და სწორი დასკვნების გაკეთებაში, იმიტომ რომ შეუცდომელი ფაქტიურად უფალი ღმერთის გარდა არავინ არ არის. და მათ ეს კარგად იციან. და რეალურად სიმართლე რო აქეთ ამ ხარეს არის, ეს სიმართლე შეიძლება ურმით დადიოდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან დანიშნულების ადგილას მაინც მივა. აი რა აკვებავს ჩემს ოპტიმიზმს. შეიძლება ვიღაც გაანეიტრალონ, შეიძლება ვიღაც გააჩუმონ, შეიძლება ვიღაც დაიჭირონ. ამ ყველაფერია შესაძლებელი. შეიძლება ვიღაცა
რა ვიცი, ყველაფერზე წავიდნენ, ხო ანუ? ჩვენ ამ შემთხვევაში რაღაც უტოპიურ მოდელებზე ხო არ ვსაუბრობთ, ჩვენ მეზობლოში გვაქვს ძალიან კონკრეტული მაგალითები, ხო, როცა ამ ტიპის რეჟიმების დამყარებაც და შენარჩუნებაც მოხერხდა, ხო? ნუ დიდი რუსეთი რო რა ვთქვა, იქვე ბელორუსი, რომელიც მისი სრული დომინიონია და საქართველოშიც თუ იგივე მეორდება, ჩვენ რა განსხვავებული ან ჩვენ რა განსხვავებული რესურსი გვაქვს, ასე ვთქვათ, დემოკრატიულად, ეროვნულად მოზრუნე ადამიანებს, ხო, ქართულ პატრიოტებს და იმად რა აქვთ ისეთი რესურსები, რომელიც დაუშვათ რა რესურსები არ ეყოფათ იმისთვის, რომ ამ შედეგს მიაღწიოთ რუსეთთან, ბელორუსთან შედარებით. ჩემი აზრით, აქ მთავარი არგუმენტი არის უპირველეს ყოვლისა ქართული დნმ. არ მინდა რომ სადღეგრძელოს დონეზე ეჟღერდეს ეს. ამას მართლა გულწრფელად ვიცახ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ბელორუსები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერი და ნაცია არის ძალიან საინტერესო და ცხადია უდიდესი პატივისცემა გვაქვს ჩვენ მათთამი, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ხალხი ვართ. ჩვენ თავისუფლება იმაზე ძალიან გვიყვარს, ვიდრე რეალურად ვინმე შეუძლია ჩვენ საკუთარი ესეთი ვიწრო მერკანტინული პარტიული ინტერესები მოგვახვიოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმართლე არის აქეთ ამ მხარეს. უბრალოდ დღეს მე რასაც ვხედავ და რა შეცდომებსაც ვხედავ ჩვენი გადმოსახედიდან არის ის, რომ გარკვეულწილად დემოკრატიას, ბატონო გიორგი, იყენებენ ჩვენ და საწინააღმდეგოდ. როგორც სხვათა შორის, აი ბოლო პერიოდში დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი მოდუს ოპერანდი რუსების საოპერაციო ველზე. დასავლეთის წინააღმდეგ. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას შენ და საწინააღმდეგოდ გიტრიალებენ. მაგალითისთვის, ანუ როდესაც ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ სენტიმენტს, რომელიც დომინირებულია საქართველოში, ჩაებღაუჭდნენ და პარაზიტირებენ და ამ შემთხვევაში ანუ შენ შეიძლება გულწრფელი ასე ვთქვათ მოსაზრებები გქონდეს ადამიანის უფლებებზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, თავისუფლებებზე, მაგრამ ტაქტიკურად გჯობდნენ იმაში, რომ შენ აი ამ გულწრფელ ასე ვთქვათ პროტესტს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შენ და საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ჩემი აზრით, ანუ ჩვენ რეალურად აი ამაში უშვებთ შეცდომას. ქართული ოცნება არაჩვეულებრივად იყენებს აი ამ ასე ვთქვათ ტრიუკებს. ხო, ეს არ არის მათი ნოუ-ჰაუ, თავად პუტინმაც შესანიშნავად მოახდენა დასავლურ ინსტიტუციებში და საზოგადოებებში ზუსტად ამ ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით გარკვეული შედეგების მიღწევა, მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ იმას ჩვენი საუბრის დასასრულს, გარდა აი ამ ჩვენი ქართველების თავისუფლებისადმი განსაკუთრებული ტოლვისა. ამისი საწინააღმდეგო მეთოდებიც ხო არის. ეხლა პირდაპირ მასობრივ რეპრესიებზე ისედზე როგორც იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში ვერ წავლენ, გასაგებია. მაგრამ შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც ვიხმარ აი ამ სიტყვას გაწნეხავს, ასე თქვათ, საქართველოში დემოკრატიული რესურსის მატარებელ ადამიანების ახალგაზრდულ ნაწილს და დატოვებს მხოლოდ ისეთს, რომელიც ამას ან გულში ჩაიკლავს, ისე როგორც ბევრი ქართველი იკლავდა ამას გულში მე ათწლეულების განმავლობაში, ან უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს ეფექტურ წინააღმდეგობის გაწევას. ამიტომ მე ესე გულმშვიდად არც თქვენ ხართ, სწორად გამიგეთ, მაგრამ მხოლოდ ამის იმედზე არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ არსებობს მეთოდები, რომლითაც საქართველოში შეიძლება და ამას ვხედავთ ბოლოს და ბოლოს ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ რეჟიმი ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. მანდ არის ჩემი აზრით ერთი საინტერესო ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ისინი ჩემი სუბიექტური ანალიზით და დაკვირვებით ვერ გააკეთებენ იმას, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით 101%-ით დააპარალელებს პრეზიდენტი სააკაშვილის რეჟიმთან. ანუ აქ არის აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ეს მოხდება, იმიტომ რომ მაშინ ხდებოდა ხო, რომ აი საზოგადოებრივი ჯგუფების ბოლომდე უკაცრავად ჩარეცხვა, დემონიზება, ჯიბეებში ჩაძრომა, ბიზნესების შევიწროება, მთლიანად გაგუდვა, ხო, ანუ სხვადასხვა საზოგადოებრივი ელემენტების, ფიგურების, პოლიტიკური პარტიების. ამათ თუ იგივე გააკეთეს და ამის ასე ვთქვათ ტირაჟირება ჩვენ აქეთ ამ ხარეს ეფექტიანად მოვახდინეთ მათივე ელექტორატის თვალში, მაშინ ისინი ჩათვალეთ რომ დაინგრევიან. ელექტორალურად დაინგრევიან ამავდროულად. ისინი რას აკეთებენ, რას ცდილობენ? ისინი ცდილობენ რომ აი წარმოაჩინონ საკუთარი თავი მათზე უკეთესად, ამ შემთხვევაში წინა ხელისუფლებაზე უკეთესად. როგორც კი ისინი აი ამ კოზირს დაკარგავენ
ნებისმიერი საშუალებით ან ჩვენი ეფექტურობით რომ ეს საზოგადოებას მარტივად აუხსნათ, იმიტომ რომ მათ უკვე დაკარგეს. უпросторо ჩვენს თვალში დაკარგეს, მაგრამ არა იმ კრიტიკული მასის თვალში, რომლის მოტყუებას ჯერ კიდევ ახერხებენ TV-იმედის და რუსთავიორის მეშვეობით. ანუ საინფორმაციო ველზე დომინირების მეშვეობით და ადამიანის კოგნიტურ სივრცეში ეფექტიანად შეღწევის თვალსაზრისით. როგორც კი ჩვენ ერთი მხრივ აქეთ მხრიდან მოახერხებთ სიმართლის შეტანას გონების მათი მომხრეების გონებებში ეს არის ძალიან დიდი ფაქტორი, ძალიან დიდი დარტყმის შემცველი ფაქტორი და მეორე მათ უნდა დაუშვან შეცდომები და სწორედაც ეს პრესი და წნეხი გააძლიერონ იმ დონეზე, რომ დაემსგავსონ წინა ხელისუფლებას. კახა ქემოკლიძე ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. პოლიტიკური მდივანი